ლიბანის შიიტური მოძრაობის ჰეზბოლას ლიდერი აცხადებს, რომ ამერიკის პრეზიდენტმა ისლამური სახელმწიფოსთვის მიცემული დაპირება არ შეასრულა. ჰასან ნასრალას თქმით, შეერთებული შტატების პოზიცია კარგად გამოჩნდა 10 ნოემბერს ბარაკ ობამასა და ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნათანიაჰუს შეხვედრაზე. ამერიკამ ისრაელს სამხედრო დახმარება აღუთქვა და არ გააკრიტიკა ეგრეთ წოდებული დასავლური ბანკის ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობის გამო. ნასრალას განცხადებით, არაბული სამყარო ამერიკაზე დამოკიდებული ვეღარ იქნება და ამიერიდან თავად მიიღებს გადაწყვეტილებებს, რადგან შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მათ იმედები გაუცხოა. ივნისში ობამა ამერიკისა და ისლამური სამყაროს ურთიერთობებში ახალი ეპოქის დასაწყისზე საუბრობდა. მისი ადმინისტრაციაში მოსვლისას ყველა მუსლიმს უკეთესი მომავლის იმედი გაუჩნდა, თუმცა ილუზიები მალევე გაქრა და აღმოჩნდა, რომ ამერიკა ისრაელის ინტერესების დამცველია და პატივს არსებობს არაბი და მუსლიმი ხალხისა და მთავრობების განცდებს. განაცხადა შიიტების ლიდერმა ადგილობრივი ტელევიზიის ეთერში. 2006 წელს ისრაელსა და ჰეზბოლას შორის ომში 1200 ლიბანელი დაიღუპა. მათი უმეტესობა მშვიდობიანი მოსახლეობა იყო. ისრაელმა კი 160 ადამიანი დაკარგა, მათი უმრავლესობა სამხედრო მისიაში მსახურობდა.